რატომ არიან ფორმულა 1-ის პილოტები ნახევრად ჩაწოლილი ბოლიდებში და ვის მოუვიდა მათი ასე ჩასმის იდეა ამ ვიდეოში ვნახავთ. ამასობაში თქვენ გამოიწერეთ ჩვენი არხი და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და კომენტარების დაწერა. მაშ ასე ყველაფერი 1994 წლის მონაკოს გრან-პრიზე დაიწყო. როცა პარასკევის ვარჯიშებზე ზაუბერის ავსტრიელი პილოტი კარლ ვენდლინგერი ძალიან მძიმე ავარიაში მოყვა. ვენდლინგერმა თავის ტვინის სერიოზული დაზიანებები მიიღო და მომდევნო რამდენიმე კვირა კომაში გაატარა. ზაუბერის გუნდმა, სადაც ავარიის მიზეზების დადგენა ვერ შეძლეს, მეორე პილოტიც, ჰაინც ჰარალდ ფრენცენიც მოხსნა გრან-პრიდან და სასწრაფოდ დატოვა მონაკო. ორი სიტყვით უნდა ვთქვათ, ვინ იყო ვენდლინგერი და რატომ არ იყო მისი ავარია უბრალოდ რიგითი მძიმე შემთხვევა ფორმულა 1-ისთვის. აირტონ სენას და როლანდ რაცენბერგერის დაღუპვიდან 2 კვირაც არ არის გასული. იმოლას ტრაგიკული ამბების ფონზე ფორმულა 1 სასწრაფოდ უსაფრთხოების ახალი წესების დანერგვას ცდილობს. მონაკოში მძიმე შემთხვევებს შედარებით დაბალი სისწრაფეების გამო არ ელოდებიან და ამის შემდეგ ვენდლინგერის ესეთი ავარია ასეთი მძიმე შედეგებით კიდევ უფრო მეტი შიშის და ნერვიულობის საბაბი ხდება. ვენდლინგერი ფორმულა 1-ში მერსედესის პროტექციით გამოჩნდა. მან მაღალ პროფესიულ დონეზე ასპარეზობა ზაუბერთან ერთად ჯერ კიდევ სპორტ პროტოტიპების კლასში დაიწყო, სადაც მისი თანაგუნდელები მიხაელ შუმახერი და ფრენცენი იყვნენ. კარლი საკმაოდ მაღალი დონის პილოტი იყო. რა თქმა უნდა, შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ მაინც ეს ავარია იმის ნიშანი იყო, რომ ფორმულა 1 ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო უსაფრთხოებისგან. მონაკოს ამბებიდან 2 კვირის შემდეგ ესპანეთის გრან-პრიზე ზაუბერის გუნდმა განახლებული ბოლიდი წარადგინა, რომელსაც ვენდლინგერის მსგავსი ტრამვებისგან დასაცავად კოკპიტის მაღალი ბორტები ჰქონდა. მართალია მსგავსი ცვლილებები ბოლიდის კონსტრუქციაში აეროდინამიკაზე უარყოფითად მოქმედებდა და მას სისწრაფეს უკარგავდა, მაგრამ პიტერ ზაუბერი მტკიცე იყო თავის გადაწყვეტილებაში. პილოტების უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. 1995 წლის სეზონში ზაუბერი ერთადერთი გუნდი იყო, რომლის ბოლიდსაც მსგავსი უსაფრთხო, მაგრამ აეროდინამიკის კუთხით ნაკლებად ეფექტური მაღალი კოკპიტი ჰქონდა. ყველა დანარჩენი გუნდი, ლიდერი თუ აუთსაიდერი, ბოლიდების ძველ კონცეფციას მიყვებოდა და ალბათ ამ მხრივ არც არაფერი შეიცვლებოდა, რომ არა მიკა ჰაკენენის ავარია ჩემპიონატის ბოლო-ბოლაში. ჰაკენენს სწრაფი მოსახვევის წინ საბურავი გაუძღდა. ბოლიდი უმართავი გახდა და ტრასის ფარგლებს მიღმა გადავარდა. ფინელმა პილოტმა სასიკვდილოსთან მიახლოებული უმძიმესი ტრამვები მიიღო, რომელთა შედეგებისგან რეაბილიტაციას წლები დასჭირდა. საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისთვის ეს იყო ბოლო წვეთი. 1996 წლის სეზონიდან ყველასთვის სავალდებულო გახდა ზაუბერის მსგავსი პილოტის თავის დამცავი კონსტრუქციის დამატება ბოლიდზე. დროის სიმცირის გამო გუნდების უმრავლესობამ ბოლიდების ფუნდამენტური გადაკეთება ვერ მოასწრო და ეს კონსტრუქცია პირდაპირ დააწეპა ბოლიდებზე. რამაც ბუნებრივია მათ ვიზუალზე და რაც მთავარია აეროდინამიკაზე უარყოფითად იმოქმედა. გამონაკლისი იყო ჯორდან პეჟოს ბოლიდი. როგორც მაშინდელ პრესაში წერდნენ, ზუსტად ჯორდანის მთავარმა კონსტრუქტორმა გერი ანდერსონმა პირველმა მიაგნო იდეას, რომ პილოტის ბოლიდში უფრო ღრმად ჩასმის შემთხვევაში თავის დამცავი კონსტრუქცია შეიძლებოდა ბევრად დაბალი გაეკეთებინა. ამით FIA-ს მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებდა და აეროდინამიკასაც ნაკლებად დააზიანებდა. მთლიანობაში კონსტრუქციის ეფექტურობა 1996 წლის პირველივე ბოლაში გამოჩნდა, როცა სწორედ ჯორდანის პილოტი მარტინ ბრანდლი საშინელ ავარიაში მოყვა, მაგრამ უვნებლად გადარჩა და განმეორებით სტარტზე სათადარიგო ბოლიდით გავიდა. ერთი შეხედვით მარტივი იდეა პილოტის კოკპიტში უფრო ღრმად ჩასმა საბოლოოდ იქცა სტანდარტად. დროთა განმავლობაში ინჟინერებმა და დიზაინერებმა ეს კონცეფცია სრულყვეს და დღევანდელ ბოლიდებში უსაფრთხოება და აეროდინამიკა იდეალურ ბალანსშია. რაც შეეხება ჩვენი ისტორიის გმირებს. კარლ ვენდლინგერი ავარიის შემდეგ ფორმულა 1-ში სრულფასოვნად ვეღარ დაბრუნდა. მან კიდევ რამდენიმე რბოლაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ძველებური ფორმა ვეღარ აღიდგინა. 1999 წელს ავსტრიელმა პილოტმა ლემანის 24 საათიანი რბოლა LMP GTS კლასში მოიგო. მიკა ჰაკენენს წლები დასჭირდა რეაბილიტაციისთვის, მაგრამ მან არა მხოლოდ დაბრუნება შეძლო, არამედ 98-19 წლებში ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. პიტერ ზაუბერი კიდევ დიდხანს დარჩა ფორმულა 1-ში, როგორც გუნდის ხელმძღვანელი და უსაფრთხოების ერთგული დამცველი. მისი სახელობის გუნდი ახლაც ასპარეზობს ფორმულა 1-ში. თუმცა როგორც ჩანს 2025 წლის სეზონი ბოლო იქნება, როცა გუნდის დასახელებაში ზაუბერი ფიგურირებს.
გერი ანდერსონი მთავარი კონსტრუქტორი და თავის დროზე რამდენიმე შესანიშნავი ბოლიდის. ჯორდანას 91-ის, ჯორდანას 97-ის და სტიუარტ ფორდ SF3-ის ავტორი. დღეს ფორმულა 1-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტექნიკურ ექსპერტად ითვლება. დღეს სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო ისტორია, არ დაგავიწყდეთ მოწონება, გაზიარება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია კომენტარების დაწერა. ეს პადოკის ისტორიებია, ჩვენ საუბრობთ ფორმულა 1-ის შესახებ დროებით.